პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს ვოიაჟს ახლო აღმოსავლეთში. გუშინ მან მოინახულა საუდის არაბეთი, შეხვდა მუჰამედ ბინ სალმანს, MBS, რომელიც არის ამ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი და მასთან დადო ძალიან საინტერესო გარიგებები, როგორც ითქვა. დაახლოებით $1 ტრილიონი ინვესტიციას განახორციელებს საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში. აგრეთვე Nvidia-სგან შეიძენს ძალიან ბევრ chips, AI chips-ზე ასაუბარი, მათ შორის გააგრძელებს ინვესტირებას ამერიკულ კომპანიებში და მათ შორის დაახლოებით $150 მილიარდი სამხედრო შეიარაღებას იყიდის ამერიკული კომპანიებისგან, რითაც გაღრმავდება პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და საუდის არაბეთს შორის, რომელიც არის ისედაც ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დღეს უკვე გაემგზავრა დონალდ ტრამპი კატარში, კიდევ ერთ ქვეყანაში, რომელიც არის ამ რეგიონში. ის შედარებით მცირე ზომის მოთამაშეა, მაგრამ ის ვითარდება და თუკი საუდის არაბეთთან შედარებით ის არ არის ეგეთი ძლიერი, არც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამ ქვეყანაში და დღეს შეხვდა კატარის ხელისუფლებას დონალდ ტრამპი, როგორც ითქვა, ჯამში გარიგებების და საერთოდ იმ ბრუნვის მოცულობა, რაზედაც მათ ისაუბრეს დღეს, იმ გარიგებების და შესაძლო თემების, ამის მოცულობა არის $1 ტრილიონი მილიარდი. ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელზეც ისაუბრეს დღეს ლიდერებმა. მაგაში შედის, მაგალითად, Qatar Airways-ის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ავია კომპანიის მიერ $96 მილიარდი ბოინგების შეზღუდვაზე. საუბარია 210 თვითმფრინავზე, რომელსაც ეს კომპანია Boeing-ის განიყიდის. Boeing კი არის ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის, რადგან Boeing-ი არის სამხედრო და კოსმოსური კონტრაქტორი ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისედაც კომპანიის ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურად პლანეტისთვის. აგრეთვე $97 მილიარდი გარიგებები დაიდო კატარსა და ტექნოლოგიურ კომპანია Parsons შორის და $8.5 მილიარდი გარიგებებზე არის საუბარი ენერგეტიკულ კომპანია McDermott's, ამერიკულ კომპანიას და კატარის ხელისუფლებას შორის. ცხადია, ბევრი რამ სხვა რაღაცებიც ითქვა და პრინციპში გაფორმდება ალბათ ხელშეკრულები უახლოეს მომავალში, როგორც ხედავთ, დონალდ ტრამპი აღასრულებს იმას, რასაც ამბობს და სხვადასხვა ქვეყნებთან დებს გარიგებებს, მაგრამ ერთი რაც დარჩა დონალდ ტრამპს აღსასრულებელი და რაზედაც შეიძლება შედგეს საუბარი სტამბოლში, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, უახლოეს დღეებში არის სწორედ რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ არ ვიცი ჩვენ იქ ჩავა თუ არა დონალდ ტრამპი, თუ ჩავიდა იქ შეხვდება თუ არა ზელენსკის და პუტინს, არც ის ვიცით პუტინი ჩავა თუ არა და საერთოდ რა ტიპის მოლაპარაკებები იქნება. დღეს სხვა შორის გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, რომ ლავროვი არ დაესწრება ამ შეხვედრას, რაც შეიძლება რამდენიმე რაღაცას მიანიშნებდეს, ერთი რომ პუტინი ჩადის და ლავროვი არ ჩადის, მაგრამ როგორც წესი ორივე ერთად ჩადიან ხოლმე და თუ ლავროვი მეორე ვარიანტია რომ ლავროვი არ ჩავა და არც პუტინი არ ჩავა და რაღაც მესამე რანგის მომლაპარაკებელი ჩავა. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ უნდა დავაუღოთ ამ ყველაფერს ჯერჯერობით უცნობია ზელენსკი როგორც ცნობილია ჩავა, მაგრამ შეიძლება ისე ჩავიდეს რომ ვერც ვერავის შეხვდეს, რადგან ზელენსკი თქვა რომ მხოლოდ პუტინთან აპირებს მოლაპარაკებებს და არა მის წარმომადგენლებთან ამ მოლაპარაკებებში. ასე რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რაღაცეები არის გასარკვევი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამერიკა ძლიერდება ბოლო დღეებში განსაკუთრებით ამ გარიგებების ფონზე და ვნახოთ რა შედეგს მოუტანს ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას. კი, გარიგებების გაფორმება რეალურად იყო მოსალოდნელი კიდეც, რადგანაც ყველანი კარგად ვაცნობიერებდით იმას, რომ სავაჭრო სატარიფო ომი ტრამპს ტყუილად არ წამოუწყია და მან ეკონომიკა იმაზე უკეთესად იცის, ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება წარმოგვედგინოს და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაციაში ყეყეჩები ნამდვილად არ მუშაობენ, მაგრამ როგორც ჩანს, იგივეს არ ფიქრობენ Bloomberg-ის ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკა წელს ტურიზმის სექტორიდან დაახლოებით $12.5 მილიარდი შემოსავალს დაკარგავს და ეს სწორედ ტრამპის მიერ ჩატარებული ამ ფოკუსით იქნება გამოწვეული, ვინაიდან ამერიკის მიმართ შეცვლილი არის დამოკიდებულება ზოგადად სოფლიოს მასშტაბით, მათ შორის არც ამერიკელებს აღარ სურთ დიდად შიდა ტურისტული, ასე ვთქვათ, მოგზაურობები, ვინაიდან მათი შემოსავლები გარკვეულწილად უკვე არის შეზღუდული, ძალიან ბევრი ფედერალური მუშაკი არის განთავისუფლებული და ბევრსაც საერთოდ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით აქვს ცუდი მოლოდინები და როდესაც არის ცუდი მოლოდინები, ამ დროს ადამიანები ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ტურისტულ ხარჯებს ამცირებენ, რადგანაც ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელოვანი არ არის და თუ კი მაგალითად ერთ სეზონს გამოტოვებს ადამიანი და არ წავა სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, ამით იმას არც არაფერი მოუვა და სწორედ ალბათ ამ გზას აირჩევენ 2025 წელს ამერიკელები და ამავდროულად აქ გასათვალისწინებელი არის კიდევ ერთი რამ.
მიგრაციის შეზღუდვა, იმიტომ რომ ამერიკაში ახლა შესვლა არის ძალიან გართულებული, როგორც ლეგალურად, ასევე ტურისტულად, ასევე სამოგზაუროდ, სამუშაო თუ სხვა ნებისმიერი ფორმით, ძალიან უჭირთ ახლა უკვე უცხოელებს ამერიკაში ჩასვლა, მათ შორის იმ უცხოელებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთხელ ჩასულან ამერიკაში, შესაბამისად, ამ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ საბოლოო ჯამში მოუქცა ის მოცემულობა, რომ ამერიკაში ნაკლები უცხოელი ტურისტი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ნაკლებ შემოსავალს მიიღებს ტურისტებიდან, რაც პრინციპში არის უკვე მოლოდინში ასახული, ვინაიდან ტურისტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები საკმაოდ მკვეთრად არის ბოლო დროს შემცირებული და საერთო ჯამში ინდუსტრია გეგმავს წლის ბოლომდე ახლა უკვე დაახლოებით 179 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას. არადა იყო მოლოდინები, მაგალითად გასული 2 წლის განმავლობაში იმასაც პროგნოზირებდნენ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შემოსავალი 200 მილიარდიან ნიშნულსაც გადააჭარბებსა, თუმცა მას შემდეგ მოხდა ტრამპი და ამ ყველაფერი არსებითად შეცვალა. თუმცა მომავალ წელს ამერიკაში გაიმართება მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი და სავარაუდოდ იმ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ამერიკა წელს, ამოიღებს სრულად უკვე მომავალ წელს, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა პლანეტაზე, მათ შორის ძალიან დიდი სტადიონები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისედაც ამერიკის მოსანახულებლად ძალიან ბევრი ადამიანი ჩავა და შეგვიძლია ვავარაუდოთ, რომ სხვა მსოფლიო ჩემპიონატებთან შედარებით ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება ამ ტურნირს, ამიტომაც ალბათ ეკონომიკურად ძალიან დიდ სარგებლოს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები. სანამ ეს მოხდება, მანამდე არსებობს ასეთი ხედვა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ის გარკვეულწილად დადასტურებულია უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ, რომ კიტ კელოგი არის ეს უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელიც ამბობს, რომ თუ კი რუსეთი და უკრაინა არ მორიგდებიან, იმ შემთხვევაში, რუსეთი თუ რაღაცა კონკრეტულ ისეთ პირობებს ამოაყენებს, რაზედაც მორიგება იქნება შეუძლებელი, მაშინ ამერიკა ამზადებს უკვე ისეთ სანქციებს, რომლებიც არასდროს არავის არ უნახავს. ეს პრინციპში დონალდ ტრამპს ამ დრომდეც უთქვამს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა გააფრთხილა ვლადიმერ პუტინი, რომ დამჯდარიყო ის მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოო ჯამში უკრაინასთან ჰქონოდა კონკრეტული მზაობა. როგორც ამბობენ, მზად არის ეს დოკუმენტი და უკვე 77-ზე მეტი სენატორი უჭერს მას მხარს, როგორც ცნობილია, სენატორების უმეტესობაზე არის საუბარი, 100 სენატორი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომაც ესე იგი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი დაჭირდათ ამ დოკუმენტის მიღება, ესე იგი სენატორები მზად არიან, რომ ის დაჩქარებული წესითაც მიიღონ, რაც რუსეთთვის კარგი არ არის. აქ იგულისხმება როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დამატებით სანქციების დაწესება, ასევე ჩრდილოვანი ფლოტის დამატებითი სანქცირება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ეს ერთად ევროკავშირის პრეროგატივა იყო მანამდე. აგრეთვე, მოკლედ, ეს ყველაფერი დაარტყავს პირდაპირ ნავთობის მოსავლებს რუსეთის ფედერაციისა, რადგან დღეს ნავთობის უდიდესი ნაწილის გადაზიდვა ხორციელდება სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის, ანუ ასობით გემის მიერ, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვაში არიან ბაზირებულები და ერთმანეთს სხვადასხვა დროშის ქვეშ მოძრაობენ ისინი და ერთმანეთში ასხამენ ნავთობს და მოგვიანებით გზაკვალი ეკარგება ამით და ნავთობი ჩადის ქვეყანაში და ის ტექნიკურ დონეზე არ ითვლება რუსულ ნავთობად და შესაბამისად არ არის სანქცირებული, მაგრამ ცხადია რუსეთი არის საბოლოო ბენეფიციარი ამ ყველაფრის და იღებს შემოსავალს, რომელსაც მოგვიანებით აბანდებს რუსეთ-უკრაინის ომში. ეს არის ლოგიკა, რომელსაც დონალდ ტრამპი იყენებს ამის საწინააღმდეგოდ და მოკლედ პირველ რიგში აუცილებელია, როგორც ამერიკაში ამბობენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდეს მხარეებს შორის 30 დღიანი ალბათ მინიმუმი, მაგრამ უფრო გრძელვადიანი, რომ მხარეები საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ომი არის დასამთავრებელი. ეს ვლადიმერ პუტინმაც გაავრცელა მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მას შემდეგ ოფიციალური კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ყოფილა. თუ კი ჩავლენ მხარეები სტამბულში, იქ შეიძლება ილაპარაკონ, მაგრამ ლაპარაკი არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ისტორიულად შემდგარა საუბრები ამერიკას და მათ შორის ამერიკას და რუსეთს და უკრაინას, მაგრამ რუსეთს და უკრაინას შორის და მაინც დიდი შედეგებით ეს არ გამოჩენილა არასდროს, იმიტომ რომ ომი გრძელდება კი არა 2014 წლის მერე რეალური ომიც კი დაიწყო, ასე რომ მოკლედ მოლაპარაკება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ომი დამთავრდება. აქვე ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ესეც სანქციების კუთხით არის და ეს უკავშირდება ამჯერად ევროკავშირს, რომელმაც მოამზადა უკვე და დაადასტურა პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, სანქციების რიგით მე-17 პაკეტი. მე-17 პაკეტამდე ვართ უკვე მოსულები, ლამის ყოველ 60 თვეში ერთხელ ახალ პაკეტს იღებს ევროკავშირი, ვინაიდან დასასანქცირებელი კიდევ ბევრი რამ არის და აქ ერთი საკითხი ის არის, რომ სწორედ ის რომ 17 სანქციის პაკეტის მიღება გახდა
საჭირო, სწორედ ამიტომაც შეიძლება სანქციებს გარკვეულად არაეფექტიანიც უწოდოთ, რადგანაც ბევრი შეზღუდვის ამოქმედება იქნა დაგვიანებული არა 1 და 2 წლით, არამედ უკვე ლამის 3 წლით და ამჯერად უკვე სანქციების პაკეტი არის მიმართული სწორედ შენს მიერ ზემოხსენებულ ჩრდილოვან ფლოტზე, რომელიც ალბათ უნდა დასანქცირებულიყო მეორე პაკეტით მაინც მინიმუმ, თუმცა მოვედით მე-17-მდე და როგორც ჩანს 200-მდე ის რუსული გემი, ხომალდი და ტანკერი, რომლებიც ემსახურებიან ჩრდილოვან ფლოტს, მოხვდებიან ახლა უკვე ევროკავშირის სანქციების სიაში, ანუ ეს გემები რეალურად ვერც ევროკავშირში ვერ ისარგებლებენ და ვერც მის გარეთ, რადგანაც ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამ გემებს მომსახურება, მიიღებს დამატებით სანქციებს ევროკავშირის მხრიდან, აქედან ამერიკის მხრიდან და საბოლოო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ ის პორტი, რომელიც მომსახურება რუსულ გემებს, იქნება განწირული საერთაშორისო იზოლაციისთვის, ეს კი რა თქმა უნდა არც ერთ პორტს ნამდვილად არ სურს და არც ერთი პორტის ოპერატორი ამაზე არ წავა, განსაკუთრებით აქ ინდოეთსა და ჩინეთზეა საუბარი, ორივე ქვეყანა არის მთავარი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ამერიკისთვის, შესაბამისად მათ რუსული ნავთობი ამად უბრალოდ არ უღერთ. აქვე უნდა ითქვას ის, რომ იგეგმება 75 კომპანიის სანქცირება, ეს არიან ის კომპანიები, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, აქ უმეტესწილად სამხედრო და ტექნოლოგიური მიმართულებით მოღვაწე კომპანიები არიან წარმოდგენილი, მათ შორის ძალიან ბევრი არის, როგორც ცნობილია, ჩინური, ვინაიდან ჩინეთი არის ბოლო დროს რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ასევე იგეგმება იმ ადამიანების და მედია საშუალებების სანქცირება, რომლებიც ჩართულნი არიან დეზინფორმაციის გატარებაში და რუსული პროპაგანდის, ასე ვთქვათ, პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით ევროკავშირის რეგიონში, სადაც რაღაც ულტრამემარჯვენეობრივი და პრორუსული ნარატივები იმდენად არის მომძლავრებული, რომ უკვე ფაქტობრივად საარჩევნო კლიმატზეც კი ახდენს გავლენას და ეს, რა თქმა უნდა, არის ბილი ძალა, ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც ევროკავშირი აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიბრიდულ ომში რუსეთს ნამდვილად აქვს ძალიან დიდი უპირატესობის მოპოვების შანსი, თუმცა როგორც ჩანს მე-17 პაკეტის სანქციებისა აი ამ საკითხზეც იქნება მიმართული. თავად ეს პაკეტი ჯერ არ არის ძალაში მიღებული და ევროკავშირი აცხადებს იმას, რომ თუ კი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მშვიდობა არ შედგება უკრაინასა და რუსეთს შორის, მაშინ ევროკავშირი მე-17 პაკეტსაც მიიღებს და მომდევნო მე-18 პაკეტზეც დაიწყოს მუშაობას, ანუ რუსეთი რეალურად საჩუქრად მიიღებს ამერიკისგანაც და ევროკავშირისგანაც ახალ სანქციებს და ყოველი მათგანი იქნება მიმართული ყველაზე მნიშვნელოვან სექტორზე, ენერგეტიკულ სექტორზე.